მოგესალმებით. ეს გადაცემა ხედვა. მე კი მისი წამყვანი ჟუკიანა ფოფხაძე გახლავართ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ილია მაკაცარია. მოგესალმებით ილია. მოგესალმებით. ილია, გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენ შესახებ, რამდენი წლის ხართ და რომელ სკოლაში სწავლობთ? მე ვარ ილია მაკაცარია, 12 წლის და ვსწავლობ მეათის საჯარო სკოლაში. ილია, რაზე საუბრობთ კლასელები თავისუფალ დროს? მე და ჩემი კლასელები თავისუფალ დროს ვსაუბრობთ სპორტზე. საყვარელი სპორტის სახეობა რომელია? ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა არის ფეხბურთი. საყვარელი ფეხბურთელი? ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო. ძალიან სასიამოვნო. ილია, თუ გახსოვს პირველი ემოცია, როცა სკოლაში შეხვედი? დიახ. და როცა პირველად სკოლაში შევდი ფეხი, ვიყავი ძალიან დაძაბული. ეს იყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. ილია, როგორც ვიცი, გარკვეული დროის მანძილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდი გერმანიაში. თუ შეგიძლია გითხრა, რა იყო ის, რამაც ყველაზე მეტად მოხიბლა გერმანიაში ყოფნის დროს და დაგამახსოვრდა? გერმანიაში ყოფნის დროს მე ძალიან მომხიბლა ზოოპარკებმა, რადგან იქ იყო ძალიან დიდი ზოოპარკები და ასევე მომხიბლა მეტროებმა, რომელიც იყო სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, მიწისქვეშაც იყო, მაგრამ უფრო მომხიბლა მეტროებმა, რომელიც იყო მაღალ სიმაღლეზე და ისინი დადიოდნენ ძალიან მაღალი სიჩქარით. ძალიან საინტერესოა. ილია, მშობლებიც თქვენთან ერთად ჩამოვიდნენ თუ ისევ გერმანიაში არიან? მშობლები ისევ გერმანიაში არიან. დედაჩემის სახელი და გვარი მარიკა გელენავა და მამაჩემის აბელი მაკაცარია. მოვიკითხოთ აქედან დიდი სიყვარულით ჩვენი ემიგრანტები და ვუსურვოთ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ილია, სწავლობდი ბერლინში. იქ სკოლაში როგორი კლასელები ყავდა და რა განსხვავება დაინახე ქართულ და გერმანულ სკოლებს შორის? პირველ რიგში ვიტყვი, რომ იყვნენ ძალიან მეგობრული და მათთან შევედი პირველ რიგში ძალიან კომუნიკაბელურად. და განსხვავება ისაა ქართულსა და გერმანულ სკოლაში, რომ გერმანიაში უმიზესად სკოლის გაცენა არ შეგეძლო და თუ გააცდენდი, უნდა დაგედასტურებინა მიზეზი თუ რატომ გააცდინე სკოლა. და ეს დადასტურება რას მოიცავდა? ანუ უნდა მიგეტანა დამადასტურებელი წერილი. თუ რატომ გააცდინე სკოლა? როგორია შენი თვალით დანახული ურთიერთობა გერმანელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის? ისინი არიან ერთმანეთის მიმართ ძალიან მეგობრულები და იციან თავიანთი უფლება მოვალეობა. ახლა ხარ მე-7 კლასში. შენი დამრიგებელი ვინ არის და საყვარელი საგანიც რო გითხრა რომელია? ჩემი დამრიგებელი არის თამარ თევზაძე და ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. სპორტი მე მგონია ყველა ბავშვის საყვარელი საგანია. ხარ პროექტის გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული და პროექტ წიგნიერების წევრი. რა შეგმატა ამ პროექტებმა და რატომ გახდა შენთვის მნიშვნელოვანი ამ პროექტებში მონაწილეობა? გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარულსა და წიგნიერებაში შევისწავლე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია და შევისწავლე ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში გამომადგება. და კიდევ გავიცანე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ალბათ ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შენს სამომავლო ცხოვრებაში. რას ურჩევ მომავალ თაობას, შენს თანატოლებს? რომ იყვნენ განათლებულები და იკითხონ წიგნები. შენთვის რას ნიშნავს სამშობლო? ჩემთვის სამშობლო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ რამის მოვიყვან, რომ მე როდესაც ვიყოფებოდი გერმანიაში, ძალიან მომენატრე ჩემი სამშობლო, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი და მამაჩემი გერმანიაში, წამოვიდი საქართველოში. ძალიან გულის ამაჩუყებელია ვუსურვოთ თქვენს მშობლებს მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში და არ დაჭირვებოდეთ ემიგრანტობა. ძალიან დიდი მადლობა ილია სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის.